ინტერაქტიული, გასართობი, საგანმანათლებლო. Xbox-ი. მოზარდებისთვის. Xbox-ი. საზოგადოებრივი რადიო 1-ის ეთერში ტალღაზე FM 104.4-ზე, ასევე ინტერნეტ საიტზე Radio 1.g მოგესალმებათ ინტერაქტიული, გასართობი, საგანმანათლებლო, ანუ Xbox-ი მოზარდებისთვის და მისი წამყვანები გიორგი გვალია და თინათინ ხუნდაძე. ვიდრე დღევანდელი გადაცემის თემების ანონსს შემოგთავაზებთ, სასიამოვნო ამბავს გეტყვით. ამ ბოლო დროს ჩვენ ვირტუალურ ექსპერიმენტულ კარაოკე კლუბში სტუმრობის მსურველების რაოდენობა მიმატა. ამიტომ მუსიკა დღესაც ოდნავ მეტი დოზით იქნება გადაცემაში და ერთ-ერთ ჩვენს თანატოლს ხატია წურწუმიას უმასპინძლებთ. თუ რას შეგუსრულებს, ამას მოგვიანებით გავიგებთ. მანამდე კი გეტყვით, რას მოისმენთ დღევანდელ გადაცემაში. შემოგთავაზებთ ბოქსტრელის, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციებით იმ ჩვენი თანატოლებისთვის, ვინც ინტერნეტს მხოლოდ გასართობად და დროის გასაყვანად არიღენებს. მოგასმენებთ აქტუალურ სანიშნეს. აქტუალურს იმიტომ, რომ ბოლო დროს ოქტომბრის მიწურულს, როგორც წესი, იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც გიორგი გვალიამ მოგითხრობთ, საზოგადოებაში გაცხარებული კამათი იმართება ხოლმე. რა თქმა უნდა, არც ის თანატოლები დაგვავიწყდება, ვისთვისაც ინტერნეტის ახალის და საინტერესო სიახლეების სამყაროა და შემოგთავაზებთ ინტერნეტის ჭიას, რომელიც ნინა ჭავჭანიძე მოამზადა. FM ბლოგერში ქრისტინა სამხარაძე მარტინ იდენის შესახებ კი ამბობთ. გადაცემის ბოლოს კი ჰიტ პოინტში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დროის ჰიტებს მოგასმენინებთ. Box Release. წერალთა სახლი რევაზ ინანიშვილის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად აცხადებს კონკურსს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-19-12 კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებმა რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით სამი შემოთავაზებული თხზულებიდან ერთ-ერთი უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ. საკონკურსო ესეები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული სახით მისამართზე info@writershouse.g. საკონკურსო ნაწარმოების მიღების ბოლოვადაა 1 დეკემბერი. გამოვლინდება 2 გამარჯვებული და გაიცემა 5 წამახალისებელი პრემია. გამარჯვებულ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა რევაზ ინანიშვილის ხსოვნისადმი მისხმნილ მოსწავლეთა კონფერენციაში და დაესწრონ მწერლის ხსოვნის საღამოს. მოსწავლეების მგზავრობას რეგიონებიდან ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონზე 297 4101 ან 297 4102. შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ესეებისა და ილუსტრაციების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კერძო და საშუალო სკოლების მე-12 კლასების მოსწავლეებს. მათ საკონკურსო ესე უნდა მოამზადონ თემაზე შოთა და თანამედროვეობა, ხოლო ილუსტრაციები ვეფხისტყაოსნისათვის. კონკურსის მიზანია შოთა რუსთაველის შემოქმედებისა და მოღვაწეობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისთვის შემოქმედებითი უნარების განვითარება. ესე შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას. ნაშრომზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მოსწავლის სახელი, გვარი, სკოლის დასახელება და კლასი. კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე თავად სკოლა გამოავლენს არაუმეტეს 2 გამარჯვებულ ესეს, რომელიც ელექტრონული სახით უნდა გადაეგზავნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის საგანმანათლებლო რესურსის ცენტრში. მეორე ეტაპზე განათლების სამინისტროს მიერ შემდგარი კომისია გამოავლენს 10 საუკეთესო საკონკურსო ნამუშევარს. პირველ სამეულში გასულ მოსწავლეებს გადაეცემათ დიპლომები და საპრიზო თანხა 200, 150 და 100 ლარის ოდენობით. დანარჩენი 7 საუკეთესო ესეს ავტორი კი მიიღებს დიპლომს და 50 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათს. კონკურსანტებმა ნაშრომები უნდა მოამზადონ 2016 წლის 9 ნოემბრამდე. დამატებითი ინფორმაცია ესეების შეფასების კრიტერიუმებისა და ვადების შესახებ შეგიძლიათ მოიზიაროთ ინტერნეტ პორტალ edu.aris.gz-ზე. გამცოლობა არტაუნჯი ამზადებს პირველ ქართულენოვან გრაფიკულ რომანს, რომელიც ვეფხისტყაოსანის მიხედვით იქმნება და ის მკითხველს ვეფხისტყაოსანს ილუსტრაციის მეშვეობით გააცნობს. სცენარის ავტორი და პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი პაპუნა დავითაიაა. ვეფხისტყაოსნის შემდეგ პროექტის ავტორები ქართველი კლასიკოსების ნაწარმოების გრაფიკული ვერსიების შექმნასაც გეგმავენ. ზოგადად გრაფიკული რომანი ამერიკული მედია პროდუქტია, რომელიც 1930-იან წლებში წარმოიშვა, როგორც კომიქსის ერთ-ერთი მიმართულება.
ამ უკანასკნელისგან განსხვავებით გრაფიკული რომანი უფრო სქელტანიანი. სერიოზული შინაარსის წიგნია. უკეთესი ხარისხის ფურცლებზე იბეჭდება და გრაფიკული ნახატები ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე ეს კომიქსის შემთხვევაში გვხდება. გრაფიკული რომანი დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკაში. მისი იაპონური ვერსია მანგა იაპონიაში 1950-იანი წლებიდან იწარმოება. ხოლო ევროპამ მოგვიანებით 1970-იან წლებში დაიწყო გრაფიკული რომანების წარმოება. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა უნდა გადაიღონ ინტერვიუ ან რეპორტაჟი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ჯანსაღი კვების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ჯანსაღი ფიზიკური აღზრდის უპირატესობები და განმარტებული იქნება მავნე ჩვევების უარყოფითი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე. კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო და წეჩუქრები. კონკურსში მონაწილეობის დამატებითი პირობები, ინფორმაცია პრიზებისა და ვადების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტ რესურსის edu.aris.g საშუალებით. შეიქმნა ტექნიკური ტერმინოლოგიის ინგლისურ-ქართული ელექტრონული და ონლაინ ლექსიკონი. ეს მესამე ლექსიკონია დარგობრივი ელექტრონული ლექსიკონების ციკლიდან, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულ ცენტრში შეიქმნა. ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი, ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი და ინგლისურ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონი განთავსებულია ინტერნეტში და ხელმისაწვდომია უფასოდ შემდეგ მისამართებზე: mil.dict.g, bio.dict.g და tech.dict.g-ზე. ლექსიკონში ძირითადად შესულია ელექტრონული და კომპიუტერული ტექნიკის, მანქანა-დანადგარების და ნაწილების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, საავტომობილო, სამშენებლო, სამთამადნო, სარკინიგზო და ჰიდროტექნიკური ტერმინოლოგია. სულ 18000 სიტყვა სტატია. ტერმინებს ხშირ შემთხვევაში დართული აქვს მცირე განმარტება, რომელიც აზუსტებს ტერმინის მნიშვნელობას. გარდა ინგლისური და ქართული ტერმინებისა, სიტყვა სტატიების მნიშვნელოვან ნაწილს დართული აქვს რუსული ეკვივალენტიც. არსებობს ლექსიკონის როგორც ონლაინ ვერსია ინტერნეტით მოსარგებლეთათვის, ასევე ელექტრონული ლექსიკონი, ეგრეთ წოდებული დესკტოპ აპლიკაცია კომპაქტ დისკზე ჩაწერილი ელექტრონული პროგრამის სახით, რომელიც კომპიუტერში ჩაიტვირთება და მისი გამოყენება ინტერნეტისგან დამოუკიდებლად იქნება შესაძლებელი. ლექსიკონი განთავსებულია ვებგვერდზე tech.dict.g. Box Release. ეს იყო Box Release. ახლა კი ვფიქრობ მოვიდათ, რომ გავიგოთ რატომ ხდება ხოლმე მოვლენა, რომელზეც გიორგი გვალია სანიშნეში გვიამბობს ბოლო წლების ოქტომბრის მიწურულის ჰიტი და რატომ იწვევს ის საზოგადოების არაერთგვაროვან დამოკიდებულებას. სანიშნე. დღეს სანიშნეში მოგითხრობთ ჰელოუინის შესახებ. ჰელოუინი დღესასწაულია, რომელიც მთელს ინგლისურენოვან სამყაროში აღინიშნება. ხოლო ჰელოუინის დროს თუ იკადრებს კაცი გიჟი ზომბის კოსტიუმში სხვის კარზე დაკაკუნებას და კამფეტების გამოცალვას, ან საერთოდ რომ არაა საშიში ისეთი საშიში ფილმის ყურებას. თუმცა ისმის კითხვა, საიდან წამოვიდა ის? ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავენ 31 ოქტომბრის ღამეს. ის სათავეს იღებს ძველი კელტების ტრადიციებიდან. ჰელოუინი ძირითადად აღინიშნება ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში, მაგრამ ამ ბოლო წლებში იგი პოპულარული გახდა ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში. დღესასწაულის ფესვები სათავეს იღებს ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ეპოქაში. კელტების ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ ახლანდელი ირლანდიის, ინგლისისა და ჩრდილოეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე, წელიწადს ყოფდნენ ორ ნაწილად: ზამთრად და ზაფხულად. 31 ოქტომბერი მათთვის წლის ბოლო დღე იყო. ეს დღე აგრეთვე აღნიშნავდა მოსავლის აღების დამთავრებას და გადასვლას ახალ ზამთრის დროში. ამ ღამეს კელტების რწმენი ცოცხლებისა და მიცვალებულების სამყაროებს შორის კარიბჭე იხსნებოდა. ისინი ამ ღამეს სამჰეინს უწოდებდნენ. იმისათვის, რომ მკვდარი სულების და მოჩვენებების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ, კელტები ამ ღამეს სახლში აკრობდნენ შუქს, გადაიცომდნენ სხვადასხვა მხეცების ტყავს, რომ დაეფრთხოთ მუმხტურები. ქუჩაში სახლთან ახლოს ტოვებდნენ საკვებს სულებისათვის. თვითონ კი იკრიბებოდნენ დრუიდების მიერ გაჩაღებულ უზარმაზარ კოცონთან და მსხვერპლად წირავდნენ ცხოველებს. მსხვერპლ შეწირვის შემდეგ იღებდნენ კოცონიდან წმინდა ცეცხლს და მიჰქონდათ სახლებში. დღესასწაულის სიმბოლო იყო გოგრა. იგი არა მარტო აღნიშნავდა მოსავლის დაბინავებას, არამედ აფრთხობდა ბოროტ სულებს მასში ანთებული ცეცხლით. დროთა განმავლობაში დღესასწაულმა სახეცვლილება განიცადა. 609 წელს რომის პაპმა ბონიფაციუს
2024-ის 1 ნოემბერი გამოაცხადა ყველა წმინდანის დღედ. ამის შემდეგ ჰელოუინი ატარებდა სახელწოდებად All Hallows Eve, მესა ყოველი წმინდანისა. საბოლოოდ კი სახელად ჰელოუინ დაერქვა. ასე შეერწყა ერთმანეთს სახალხო და ეკლესიური დღესასწაულები. ამერიკული ჰელოუინის ატრიბუტებია ჯეკის გოგრები Jack O' Lanterns და სამოწყალო ტკბილეული Trick or Treat, გაგვი მასპინძლდი თორემ ინანებ. ეს ახალგაზრდების საყვარელი დღესასწაულია. ესენი გამოეწყობიან საშიშ ტანსაცმელში და აშენებენ დიდებს, ხოლო კომპენსაციად ტკბილეულს ითხოვენ. ჰელოუინი დღევანდელი პოპ კულტურის განუყოფელი ნაწილია და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები საუკუნეები ამ დღესასწაულს აღნიშნავენ, ის არ ითვლება ოფიციალურ დღესასწაულად. საქართველოს რაც შეეხება, ეს დღესასწაული ოფიციალურად არ აღინიშნება, მაგრამ ახალგაზრდების ნაწილი მას მაინც აღნიშნავს. როგორც მე გავარკვია, ჩვენთან საზოგადოებაში კარგად დამკვიდრებული აზრი არ არის ის შესახებ, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა ჰელოუინი. ნაწილი თვლის, რომ ეს დღესასწაული სრულიად უსაფრთხოა. მხოლოდ გართობისთვისაა განკუთვნილი და უნდა აღინიშნებოდეს. ხოლო ნაწილი თვლის, რომ ეს დღესასწაული ეწინააღმდეგება ქრისტიანობას და მისი აღნიშვნა ქრისტიანისთვის არ არის სასურველი. მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ ჰელოუინი არის წარმართული დღესასწაული, რომელიც მიზნად ისახავს გარდაცვლილთა სულების დაშინებას და განდევნას. ციტატა: საჰელოუინო ტრადიციული სამასკარო და ტანსაცმლით შემოსილი ბავშვები თავის დაუნებურად ბოროტ ძალას ემსახურებიან. როდესაც არ გვესმის იმ დღესასწაულის არსი, რომელშიც მონაწილეობთ, ამან შეიძლება მეტად მავნე და საშიშ შედეგებამდე მეგვიყვანოს. მეორე მხრივ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ჰელოუინი არ უნდა აღიქმებოდეს ცუდად. ეს არ არის ზიანის მომტანი საშიში დღესასწაული. ეს უბრალოდ წარმართული ტრადიციაა. თქვენ რას ფიქრობთ? უნდა აღინიშნებოდეს თუ არა ჰელოუინი საქართველოში? გაგვაგებინეთ თქვენი აზრი ჩვენს Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის. Sanishne. ეს იყო სანიშნე, რომელშიც გიორგი გვალიამ ჰელოუინის და ამ დღისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ გვიამბო, მაგრამ არაფერი უთქვამს თვითონ რას ფიქრობს ამ დღესასწაულზე. მართალი ხარ თინა, არაფერი მithქვამს და ეს იმიტომ, რომ ჩემი აზრი, ასე ვთქვათ, ნეიტრალურია. მე ბოლომდე არ გადამწყვეტია, რადგან ისიც არის ჩემთვის გასაგები, რომ ახალგაზრდებს უნდათ რომ ჰელოუინი ჩატარდეს და ისიც არის გასაგები, რომ ზოგ ახალგაზრდას ან უფროს თაობას არ უნდა საერთოდ ჩატარდეს ჰელოუინი. ყველაფერი კონფლიქტების გარეშე თუ ჩაივლის, ესეც ძალიან გასახარებელი ამბავი არის. მოდი ახლა მცირე მუსიკალური პაუზა გავაკეთოთ და მსმენელთა ერთად შევიხედოთ ჩვენს ექსპერიმენტულ კარაოკე კლუბში. სადაც სასიამოვნო სიურპრიზი გველოდება, რადგან პირველად კარაოკე კლუბის ისტორიაში ჩვენი სტუმარი ქართულ სიმღერას შეასრულებს. მე ვარ ხატია წურწუმია 16 წლის. მე ვსწავლობ ქალაქ თბილისის ნომერ 22 საჯარო სკოლაში. ეს სკოლა არის დიმიტრი უზნაძის სახელობის. ვარ მე 10 კლასელი და ხმოვედი იმისთვის, რომ გამოავლინო ჩემი შესაძლებლობები. ჩემი თანატოლების უმრავლესობა ირჩევს უფრო უცხოურ სიმღერებს, ვიდრე ქართულს, მაგრამ მე უფრო ბავშვობიდან მომყვებოდა ეს, რომ მომწონდა უფრო ქართული სიმღერები და სწორედ მისი შესრულება. ვთვლი, რომ ქართული სიმღერა არის ყველაზე საუკეთესო სიმღერა მთელს მსოფლიოში და ის ძალიან რთულია შესასრულებლად. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის შევასრულე გია ყანჩელის სიმღერა საით მიდიხარ. ჩემი უსაყვარლესი სიმღერა არის ერთ-ერთი. ყველას ვურჩევ აქ მოსვლას, იმიტომ რომ ძალიან კარგი ატმოსფერო არის, ძალიან კარგი ადამიანები არიან და ნამდვილად ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებენ მათთან ურთიერთობით.
ეს იყო ჩვენი ვირტუალური ექსპერიმენტული კარაოკე და მისი სტუმარი ხატია წურწუმია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ თუ სურვილი გაქვთ, თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს კარაოკეში. და თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ვარსკვლავთან ერთად ვირტუალურ დუეტში შეასრულოთ თქვენი საყვარელი სიმღერა. რა თქმა უნდა, თუ სურვილთან ერთად მუსიკალური მონაცემებიც გაქვთ და დაგვეკავშირდებით ჩვენი გადაცემის Facebook გვერდის Xbox-ი მოზარდებისათვის საშუალებით. განვაგრძობთ გადაცემას. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ რადიო 1-ის ეთერში ალღაზე FM 104.4-ზე, ასევე ინტერნეტ საიტზე radio1.gr თქვენ უსმენთ გადაცემას ინტერაქტიული გასართობი საგანმანათლებლო, ანუ Xbox-ი მოზარდებისათვის. ჩვენ კი მისი წამყვანები თინა ხუნდაძე და გიორგი გვალია ვართ. ახლა კი დროა FM ბლოგერს მოусმინეთ, რომელიც ქრისტინე სამხარაძემ მოამზადა. FM ბლოგერი 102.4 FM ბლოგერი მისი ნამდვილი სახელია ჯონ გრიფით ჩეინი. კითხვის მოყვარულებისათვის კი ის სულ სხვა სახელით და ძირითადად სათავგადასავლო წიგნებით არის ცნობილი. მოგესალმებით, მე ქრისტინე სამხარაძე ვარ, FM ბლოგერი და დღეს ჯეკ ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების მარტინ იდენის შესახებ გიამბობთ. წიგნში გარკვეულწილად ასახულია მწერლის ცხოვრებისეული გამოცდილება, მისი აზრები და დამოკიდებულება მოთხრობილი მოვლენებისადმი. ამიტომ ის ავტობიოგრაფიულ ელემენტებსაც შეიცავს. ცნობილია, რომ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი მარტინის სიყვარული, რუთი შთაგონებულია ჯეკ ლონდონის ყოფილი შეყვარებულით, ხოლო მისი მეგობარი ჯორჯ სტერლინგი მწერალმა წიგნში ბრისენდერის პერსონაჟად წარმოგვიდგინა. ავტორის ბიოგრაფიაში წიგნის პერსონაჟებთან სხვა პარალელებიც შეიძლება აღმოვაჩინოთ. ჯეკ ლონდონი ბავშვობიდანვე მარტინ იდენივით ხან მუშად მუშაობდა, ხანაც მეზღვაურად. კრიზისის დროს ინგლისში ჯეკმა უმუშევრობა და მაწანწალობის ხვედრიც იწვია. მცირე ხნით ციხეშიც მოხვდა. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამან განაპირობა მისი მემარცხენე მიდრეკილებები. ის სოციალისტთა პარტიის წევრიც კი იყო და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი ალასკაზე ოქროს მომპოვებლად იყო წასული, წეულბაზე ოცნებისათვის თავი არ დაუნებებია. მარტინ იდენი ინდივიდუალისტია და გმობს სოციალიზმის მონურ მორალს. თითქოს უცნაურია, მაგრამ რომანის გმირისფერს სწორედ ინდივიდუალიზმი განსაზღვრავს. თავად ავტორი კი ამბობდა, რომ ეს არის იგავე კაცზე, რომელიც ემსხვერპლა არა ღვთისადმი რწმენის, არამედ ადამიანისადმი რწმენის ნაკლებობას. წიგნის სიუჟეტი ვითარდება ოკლენდში, მე-20 საუკუნის დასაწყისში.
ახალგაზრდა ძალღონით სავსე თვითნასწავლი მუშა და მეზღვაური მარტინ იდენი გადაარჩენს ბურჟუების წარმომადგენელს, მისტერ მორს, რომელიც იდენს ოჯახში ეპატიჟება. მარტინი აღფრთოვანებული რჩება მაღალი წრის საზოგადოების განათლებითა და მეტყველების მანერით. იგი მიზნად ისახავს მიიღოს განათლება, შეცვალოს მისი ტლანქი მანერები და მოხიბლოს მისტერ მორზის ქალიშვილი რუთი, რომელიც მარტინის პირველ სიყვარულს წარმოადგენს. იგი ღამეებს ათენებს წიგნების კითხვაში და მათ ცხოვრების მეგზურად აქცევს. სიბეჯეთის წყალობით ახერხებს აჯობოს უფრო მაღალ სოციალურ საფეხურზე მყოფებს. ის იწყებს წერასაც. ბოლოს კი იმდენად უსწრებს გარშემო მყოფებს ინტელექტით და მისი მსოფლმხედველობა იმდენად განსხვავებული ხდება, რომ ის ვეღარ უგებს ვერავის. მათ შორის რუთსაც, თუმცა ეს სიყვარულში ხელსულაც არ უშლის. მარტინს მიაჩნია, რომ ის ქმნის დიდებულს, საუკუნის შემოქმედებას. ჟურნალები კი მის ნაწერებს არ იღებენ, რადგან მას ვერ აფასებენ. მარტინს უწევს შიმშილობა, რადგან საარსებო მინიმუმი არ გააჩნია. რუთი კარგავს მარტინის წარმატების რწმენას, მოთმინება ღალატობს და შორდება. ამის შემდეგ მარტინისათვის ყველაფერი უფერულდება, ყველაფერი კარგავს აზრს, სიცოცხლე ეზარება, თუმცა არ ტოვებს განცდა, რომ მისნაირად ვერავინ აზროვნებს, ვერავინ ადის მის სიმაღლემდე. მოულოდნელად მარტინი უამრავჯერ დაწუნებული მოთხრობის გამოქვეყნებაზე თანხმობას იღებს სოლიდურ ჰონორართან ერთად, თუმცა აღმოაჩენს, რომ უკვე აღარაფერი ახარებს. არც ახალი მოთხრობების გამოქვეყნების ხელშეკრულებები და აღიარება, არც ცნობილი მწერლისა და ბესტსელერის ავტორის სტატუსი, არც ის, რომ მასთან აცნობობა ახლა ყველას იამაყება. ის ადამიანები, ვინც წინათ სახლიდან აგდებდა და აშიმშილებდა, ახლა მარტინს ქეთს უხრიან. მასში ეს სიამაყის მაგივრად ზისხს იწვევს. მას სულს ფარისევლობა, ყველაფერი გულს ურევს. ახალს არაფერს წერს და ვერაფრით გაურკვევია, რატომ აღფრთოვანდა საზოგადოება ახლა. რატომ მაშინ არ ექცეოდნენ ასე. მარტინის დიდების შემხედვარე რუთი ცდილობს მას დაუბრუნდეს, თუმცა მარტინს ეს უკვე აღარ აინტერესებს. მისთვის აღარც სიყვარული არსებობს და აღარც სიცოცხლე. ხვდება, რომ რუთის სიყვარულმა გამოცდას ვერ გაუძლო. მარტინი მიდის საზღვაო მოგზაურობაში და სწორედ აქ აღმოაჩენს, რომ სიკვდილი მისი ხსნაა. აღებს კაიუტის ფანჯარას, მსკერზე ეშვება და სიცოცხლეს სუიციდით ასრულებს. ტრაგიკული დასასრულია, ვერაფერს იტყვი, გარდა იმისა, რაც ავტორმა თქვა და რაც დასაწყისშიც გითხარით. ეს მართლაც არის იგავი კაცზე, რომელიც ემსხვერპლა არა ღვთისადმი რწმენის, არამედ ადამიანისადმი რწმენის ნაკლებობას. შესაძლოა თავად ჯეკ ლონდონის თვითმკვლელობის მიზეზიც ეს იყო. მე ქრისტინე სამხარაძე ვარ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. FM ბლოგერი 102.4 FM ბლოგერი. ეს იყო FM ბლოგერი ქრისტინე სამხარაძესთან ერთად, რომელშიც მარტინ იდენის ტრაგიკული ისტორია გვიამბო. მე ვფიქრობ, მართლაც არ არის ადვილი იმედგაცრუებასთან და მარტოობასთან გამკლავება. შენ რა სიტყვი? ხო, რა თქმა უნდა, არ არის ეს ადვილი და ზუსტად ესეთი იმედგაცრუებული ვიყავი, როცა ჯეკ ლონდონმა ესე გაიმეტა ჩემი საყვარელი პერსონაჟი სიკვდილისთვის. ხო, რა თქმა უნდა, ძნელი იყო, მაგრამ მაინც ცოტა სხვანაირ დამთავრებას ველოდებოდი ამ წიგნის. რაც შეეხება რეალურ სამყაროში იმედგაცრუებას, რაც ბევრი რამ არსებობს, რამაც შეიძლება გვიხსნას ასეთი იმედგაცრუებისგან. მაგალითად, ერთ-ერთი არის მეგობრები და ყოველთვის ასეთი ხელმისაწვდომი ალბათ ინტერნეტი. ხო, რასაც შეიძლება გული გადააყოლო. რადგან ინტერნეტზე და გულის გადაყოლებაზე ვსაუბრობთ, მოვუსმინოთ ინტერნეტის ჭიას, რომელიც ნინა ჭავჭანიძემ მოამზადა და რომელშიც ის საინტერესო და სახალისო ინფორმაციას გაგვაცნობს. ინტერნეტის ჭია. მოგესალმებით, მე ნინა ჭავჭანიძე ვარ და რუბრიკაში ინტერნეტის ჭია რამდენიმე საინტერესო და სახალისო ინფორმაციას შემოგთავაზებთ. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სამი მაიმუნის გამოსახულება საკუთარი ისტორია აქვს. ის ბუდისტურ რელიგიასთან არის დაკავშირებული და არაფერი აქვს საერთო კრიმინალურ სამყაროსთან ან მენტალიტეტთან, როგორც საზოგადოების ნაწილს წარმოუდგენია. ბუდისტების წარმოდგენით სამებრძენი მაიმუნი ბოროტების არჩევნის სიმბოლოა. იაპონურად მას ქვიათ მიძარუ, კიკაძარუ და ივაძარუ. ძარუ როგორც მივხვდით მაიმუნს ნიშნავს. მიძარუ ვერ ვხედავ ბოროტებას, კიკაძარუ არ მესმის ბოროტების, ივაძარუ არ ვლაპარაკობ ბოროტებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ორგანიზაციები საუბრობენ წყლის რესურსების ამოწურვაზე, ეკოლოგები და გარემოს დამცველები ერთხმად გამოთქვამენ შეშფოთებას და სასკოლო თემებშიც დიდი მონდომებით მოყავს ბრტყელ-ბრტყელი არგუმენტები, პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩება. ამიტომაც შეიქმნა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მარტივად მაგდება ონკანზე. მისი საშუალებით კი წყალს იმდენად ეფექტურად ვიყენებთ, რომ ის 98%-ით ნაკლები იხარჯება.
iPhone-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია მთელ მსოფლიოში, თუმცა პრობლემა ყველგან ერთია. მალე ჯდება და USB კაბელები საკმაოდ მარტივად ფუჭდება. ამიტომაც შეიქმნა кейსი, რომელიც ასევე პორტატული დამტენიცაა. ანუ პირდაპირ უერთდება დენცქვიტას, შტეფცელს და ტელეფონი იტენება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს кейსები შეიქმნა iPhone 6 და iPhone 6s-ისთვის და შესაძლებელია 4 სხვადასხვა ფერის არჩევა. მისი ფასი კი $99. ცნობილი სასტუმროები არა მხოლოდ თვალის მომჭრელი ფასადებით, უჩვეულო არქიტექტურით ან შესანიშნავი მომსახურებით იზიდავენ ტურისტებს, არამედ ორიგინალური ლიფტებითა და კრეატიული ნაგებობებითაც. ბერლინის Radisson Blu Hotel Berlin-ში შეხვდებით გიგანტური ცილინდრის ფორმის ორსართულიან აკვარიუმს, რომლის შუაგულშიც მოთავსებულია ლიფტი. აკვარიუმი სავსეა დაახლოებით 1,000,000 ლიტრი ოკეანის წყლითა და 1500-ზე მეტი ტროპიკული თევზით. ამ ლიფტით მგზავრობა $22 ღირს და მას ერთდროულად 48 ვიზიტორისთვის შეუძლია ეგზოტიკური სერვისის შეთავაზება. თუ ქუჩაში სეირნობისას უცხოელ ტურისტს გადაეყრები, ან თავად აღმოჩნდები ტურისტის ამპლუაში უცხო ქვეყანაში და უცხო ენა არ იცით, ცხადია ურთიერთობის დამყარება გაგიჭირდება. როგორც ამბობენ, მეცნიერებმა ამ პრობლემის გამოსავალსაც მიაგნეს. იმისთვის, რომ უცხოელთან ამოსაუბრეს საკუთარი აზრები გაუზიაროთ, საკმარისია ორივე პორტატული ყურსასმენები ყურებზე მოერგოთ და ისაუბროთ. ეს ყურსასმენები ტელეფონში ჩატვირთული აპლიკაციის საშუალებით ნათქვამს ავტომატურად გადათარგმნის მითითებულ ენაზე. შესაბამისად, ენის ბარიერიც გადალახულია. მართალია, სმარტფონებს წინა კამერის საშუალებით დაემატათ სელფის გადაღების ფუნქცია, სელფის მრავალი ორიგინალური ჯოხით შეიქმნა, შედეგით ხშირად მაინც უკმაყოფილო ვართ ხოლმე, რადგან ან ვიღაცას ვერ ვატავთ კადრში, ან სასურველი ფონი არ ჩანს კარგად. სწორედ ამიტომ შეიქმნა უკაბელო კამერა სახელად პოდო, რომელიც ნებისმიერ ზედაპირს ეკრობა. ის შეგვიძლია Bluetooth-ის საშუალებით სმარტფონში ჩატვირთულ აპლიკაციას დავუკავშიროთ და გადაღებული სურათები მობილურში ავტომატურად გადავიტანოთ. მე ნინა ჭავჭანიძე ვარ, დღეისთვის სულ ეს იყო. მოვალ შეხვედრამდე. ინტერნეტის ჭია. ეს იყო ინტერნეტის ჭია ნინა ჭავჭანიძესთან ერთად და ამასობაში მოვიდეთ რომ გავიგოთ რა გველოდება Hit Point-ში. მანამდე გეტყვით რომ გიორგი დღეს გადაცემაში დიდი დოზით ყავს და ის Hit Point-ში გვიამბობს ელექტრონული მუსიკის მის ერთ-ერთ საყვარელ მიმდინარეობაზე. Hit Point. მუსიკალური ბლოგი. Hit Point. დღევანდელ Hit Point-ში წარმოგიდგენთ ელექტრონული მუსიკის ძალიან საინტერესო მიმართულებას, რომელსაც Post EDM ეწოდება. იმ Hit Point-ებში, რომლებიც მე ელექტრონულ მუსიკას მიუძღვენი, ვთქვი, რომ ელექტრონული მუსიკა დღეს სხვა მიმართულებით ვითარდება. მას პოპი ერწყმის, ფესტივალების არნახულ პოპულარობასთან ერთად მისი მსმენელთა გემოვნება იცვლება და ასე შემდეგ. თუმცა დღეს ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ პროდიუსერთა ნაწილი ცდილობს ტრადიციული და ელექტრონული მუსიკა გააერთიანოს. ზოგჯერ ელექტრონული ხასიათის კომპოზიციაში ხდება ორგანული ინსტრუმენტების ჩართვა. ზოგჯერ კი კომპოზიციურად აკუსტიკური ხასიათის სიმღერაში ელექტრონული მუსიკის ელემენტები ერთვება. აი ეს არის მოკლედ რომ შევაჯამოთ Post EDM და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ამ ჟანრის ჩემი აზრით ყველაზე ნათელი მაგალითი. მოვუსმინოთ კომპოზიციას Varian Whispers in the Mist.
შემდეგი კომპოზიცია შედარებით უფრო ელექტრონულია. მოვუსმინოთ Grab It's Better With Time. You're not there. Go back to when I saw you. A beautiful time in a deadly year. You think I'm stupid, but I get it now. How long can we make this go? Just hurry up and spit it out, baby, cause I got to know. Don't break away, cause I want to stay, cause I want to stay. Don't break away, cause I want to stay, cause I want to stay, cause I want to stay. Don't break away, cause I want to stay, cause I want to stay. Don't break away, cause I want to stay, cause I want to stay. I let it consume me, I let it control me. I'll always be lonely, I'll never be fine. If life is a movie, it's always so boring. Where is the story? I hope it gets better with time. Yeah, I hope it gets better with time. Yeah, I hope it gets better with time. You don't care. Go back to when I saw you. Your beautiful eyes with a deadly stare. You think I'm stupid, but I get it now. How long can we make this go? It won't hurt to let it out, baby, cause I got to know. Don't break away, cause I want to stay, cause I want to stay. Don't break away, cause I want to stay, cause I want to stay, cause I want to stay. Don't break away, cause I want to stay, cause I want to stay. Don't break away, cause I want to stay, cause I want to stay. I let it consume me. Hit Point. Მუსიკალური ბლოკი. Hit Point. ეს იყო Hit Point-ი. გადაცემა დასრულდა და ვიდრე დაგემშვიდობებით, შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ Xbox-ის გუნდის წევრი. ამისათვის უნდა ესწრუნოთ გადაცემის Facebook გვერდს Xbox-ი მოზარდებისთვის და გამოგიგზავნოთ თქვენი ნამუშევრები ნებისმიერ თემაზე, რომელიც თქვენთვის არის საინტერესო, ან ფიქრობთ, რომ ჩვენს თანატოლებს დააინტერესებს. ჩვენ გადაცემის წამყვანები გიორგი გვალელი და თინა ხუნდაძე მოუთმენლად ვერით თქვენს გამახმაურებას. გადაცემაზე მუშაობდნენ პროექტის ავტორი მაია მაცხონაშვილი და ხმის რეჟისორი მიხეილ კოჩაძე. მომავალ შეხვედრამდე რადიო 1-ის ეთერში ტალღაზე FM 103 და 4-ზე ან ინტერნეტ საიტზე radio 1.g. ნახვამდის. ინტერაქტიული, გასართობი, საგანმანათლებლო. Xbox-ი. მოზარდებისთვის. Xbox-ი.